პუტინის საყვარელი ჩაპაევი არა, მაგრამ 706 ქართული კინოსურათი მალე მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდება. შეთანხმება მიღწეულია. საბჭოთა კავშირის პერიოდში გადაღებულ ფილმებს საქართველოში რამდენიმე ეტაპად გამოაგზავნიან. ქართულმა მხარემ შესაძლოა ის მასალაც მიიღოს, რომელმაც დღის შუქის საბჭოთა ცენზურის გამო ვერ იხილა. ეს პირველი ქართველი რეჟისორი ქალის ნუცა ღოღობერიძის ფილმია სახელწოდებით ბუბა. უნიკალური მასალის ნეგატივი რუსეთის სახელმწიფო კინოფონდში ინახება. მალე ამ ფილმის გარდა კიდევ 705 კინოსურათი საქართველოს გადმოეცემა. კულტურის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ მათ შორის იქნება ისეთი მასალაც, რომელიც მაყურებელს არასოდეს უნახავს. პრაქტიკულად ფონდში რაც ინახება, ეს არის გადასაღები მოედნიდან, რომ დაბრუნდება რეჟისორი და თავის ორიგინალურ მასალას ჩააბარებს ფონდს, აი იმ მასალაზეა საუბარი. იმეც ვიტოვებ, რომ ქართულ საზოგადოებას მრავალი სიურპრიზი ელოდება. რუსეთის სახელმწიფო კინოფონდთან შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა და ფილმების კოპირება დაიწყო. პირველ ეტაპზე საქართველოში 4 ფილმი ნოემბრის ბოლოს უნდა ჩამოვიდეს. ჩვენ ფილმების კოპირება დავიწყეთ 4 მუნჯი ფილმიდან. ესაა ლეო ესაკიას ამერიკელი ქალი ხოლტზე, ჭიაურელის ბოლო საათი და ნუცა ღოღობერიძის ბუბა. 4-ვე სურათი უცნობია ფართო მაყურებლისთვის. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ მაყურებელმა ეს ფილმები ნახონ და ვთვლით, რომ ქართული ფილმები საქართველოში უნდა ინახებოდეს. დოკუმენტური და მხატვრული ფილმების გარდა რუსეთის კინოფონდში ქართული ანიმაციის პირველი ნიმუშებიც ინახება. რეჟისორი ნანა ჯანელიძე ფიქრობს, რომ ამ მასალის ნახვისას მაყურებელი საქართველოს შესახებ ბევრ აღმოჩენას გააკეთებს. ხშირად არის ფილმები, რომლებიც თუნდაც შეიცავენ არქიტექტურულ ისეთ ძეგლებს, რომლებიც უკვე აღარ არსებობს, ან ძველი თბილისის რაღაცა გარკვეულ უბნებს, ან გარკვეულ პროვინციებს საქართველოში, რომელიც უკვე შეიცვალა. ამიტომ ამ ფილმებს ექნება უდიდესი კულტურული მნიშვნელობა. საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში ამბობენ, რომ უნიკალური მასალა განსაკუთრებით ახალგაზრდა კინომოყვარულებს დააინტერესებთ. ეს უნიკალური მაღალშემოქმედებითი ტექნიკურად ხარისხიანად შესრულებული ფილმები გარკვეულწილად მისცემს იმის თვითდაჯერებას, როგორც ქართულ კინემატოგრაფისტებს, ახალგაზრდებს, ასევე უბრალოდ მაყურებლებს, რომ ისინი არიან დიდი უდიდესი მემკვიდრეობის ნაწილი. საქართველოში ჩამოტანის შემდეგ ფილმები პირველ ეტაპზე ეროვნულ არქივში შეინახება, თუმცა საბოლოოდ ახალი ფირსაცავი აშენდება, სადაც უნიკალური მემკვიდრეობის დასაცავად ყველა პირობა იქნება შექმნილი.